საღამოშვიდობის ჩემო ძვირფასებო. ერთ-ერთმა დამიკომენტარა, რომ შებერილობა მეტი ხდებაო, ვიდრე კბილის ტკივილი. და საიდან გამომდინარე ხდება ეგრე, მართალიცაა, რა თქმა უნდა, ვეთანხმები 100%-ით. და რატო ხდება ეგრე, ჩემო ძვირფასებო? ძალიან ბევრმა არ იცის კონტროლის კვება, არ იცის ზოგადად რა უნდა აჭამოს, გინდ თქვათ, ფოთლოვანი გინდ, ასე ვთქვათ, აი ჩაუყარე ისეთი რამე რომ გინ ელემენტარულ ხორბალი ავიღოთ ჩემო ძვირფასებო. აი ხორბაზედაც კი ბერავს, რა თქმა უნდა, მეტისე მეტი არ ვარგა. ანუ კონტროლი უნდა გავაკეთოთ ჩემო ძვირფასებო, რომ არ ეთკინოთ მუცელი და შემობერილობა არ გქონდეთ. ასევე აი აქ ცოტა სველითი ვარ ეს, ანუ დამისველეს კურდღლემად, ეხლა უნდა გადავყავ. აი ასეთი თივა გინ ცოტათ ფორი რო აქვს ჩემო ძვირფასებო, აუცილებლად კურდღლებიდან უნდა მოვაშოროთ, თორემ ეს იწვევს აუცილებლად შემობერილობას, რადგან სველი კურდღელს არ უნდა არაფერი გარდა წყლისა. წყლის მეტი ამათ სისველი არაფრის მიღება არ უნდათ. ასევე რა თქმა უნდა კომბოსტოთ სველია, წყლიანია, მაგრამ ეგეც ზომიერად ჩემო ძვირფასებო, არც დაფორებული ფორი უმესაც არანაირი. პირიქით, ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ კონტროლი უნდა ვაკონტროლოთ. გრანულია ჩემო ძვირფასებო, მაგანაც კი იცის შემობერვა თუ მეტისმეტს მივცემთ. შემობერვა და მე ძალიან გასუქება, რა თქმა უნდა, და რომელიც აისახება მე, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობაზე, ასევე არც დამაკდება და უნდა ველოდოთ თვეები, რომ რატო არ მაკდება ჩემი ბოცვერი, რატო არ მაკდება ჩემი ბოცვერი. რა თქმა უნდა, არ დამაკდება ჩემო ძვირფასებო მსუქანი, იმიტომ რომ მას საშვილოსნოს უკეტავს ქონი. ან მილს, საიდანაც უნდა მოხდეს განაყოფიერება, ის ქონი ჩადის იმ მილამდე და ეგრეთ წოდებულ, ასე რომ ვთქვათ, არ უშვებს შიგნიტკენ იმ სპერმას, საიდანაც უნდა განაყოფიერდეს ბაჭიები. და მაიდან გამომდინარე ჩემო ძვირფასებო, რა თქმა უნდა, სიფსუქნე, არასწორი კვება და ისე შემდეგ, ყველაფერი უტყავს ერთიანად კურდღელზე, ჯანმრთელობაზე და ესე შემდეგ. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ბევრი რამ უნდა ვიცოდეთ, ძალიან ბევრი რამ. ასევე ცრუორსულობაც მქონდა ეგეთი შემთხვევა, ერთი თვეც ველოდე, მეორეზედაც ეგრე მეგონა რომ ცრუორსულობა იყო, მაგრამ არ ყოფილა ცრუორსულობა, რადგან 4 ბაჭია გამიჩინა იმ კალიფორნიულმა და მაგაზეც დავდებ აუცილებლად ვიდეოს. ცრუორსულობა არის ჩემო ძვირფასებო, ვიტამინების ნაკლებობა და ჰორმონების ცუდად განაწილება კურდღელზე. ეგ მაგ ჰორმონებს ვერაფრით ვერ ვაკონტროლებთ ჩვენ, რა თქმა უნდა, ეგ კურდღელზეა დამოკიდებული. დედა კურდღელი თავისი ორგანიზმით თვითონ ატყუებს. ისე რომ თქვათ, მუცელი არ ებერება, მაგრამ გონია შინაგანად რომ ორსულად არის, მაგრამ რა თქმა უნდა, ორსულად არ არის. ეს კიდე ჯიბეზეა ჩამოკიდებული და რას ჭამს არ ვიცი. გადი იქით, გადი. ზმეიკა უნდა რომ შეჭამოს. და ესეა ჩემო ძვირფასებო. კურდღელს ძალიან ბევრი რამ სჭირდება ყურადღების მხრივ. ყურის ტკივილს კიდე რა იწოს ჩემო ძვირფასებო. იშვიათი არისო დამიწერეს, გავიმეორებ, მაგრამ არც ისეთი იშვიათია. ნუ მუცლის შებერილობასთან დაკავშირებით უფრო კი. და რა იწოს მაგას? პირველი იწოს ჩემო ძვირფასებო, პარაზიტები, ტკიპები, რომელიც უჩნდება კურდღელს, თუ მით უმეტეს ბევრი ყავს და ერთად არის რამოდენიმე თქვათ 10, 20, 25 და მით უმეტეს ზაფხულის პერიოდში ჩემო ძვირფასებო იცის და ამ სიცხეებზე ხო იღვიძებს დედაბუნება და ყველაფერი ერთიანად გამოდის, გინდა საქონლის ტკიპაც რო აეკიდოს, გინდა აი ცხოველური ტკიპა. ჩვენი ბოცვერები ხო რა თქმა უნდა მღნელები არიან და მიეკუთვნებიან ჩვეულებრივად აი როგორც ასეთი ბალახებს ჭამეს. ბალახებს ჭამელია როგორც ძროხაც, ასევე ცხვარიც და ესე შემდეგ. და აქედან გამომდინარე, რომ არ არის არაფერი გამონაკლისი, რომ აიკიდოს ნებისმიერი ცხოველიდან. და ეს კიდე დავამატებ ჩემო ძვირფასებო ვირუსებს.
ანუ ვირუსები შეიძლება კურდღელმა აიყიდოს ჩვეულებრივი ადამიანიდან გაცივებაც. გადამდები ვირუსი, ჩვეულებრივი გრიპიც. აი ვიცი ფერმები დამინახია, სადაც პირბადით შედიან, რომ კურდღელს რამე ადამიანიდან არ გადაედოს. გაგიკვირდეთ შეიძლება, მაგრამ მართლა ეგრეა, რომ უფრთხილდებიან. არის რამოდენიმე ეგეთი ძალიან დიდი ფერმა საქართველოში, რომ პირბადით შედიან თეთრი ხალათები, როგორც საოპერაციო ზეგრე შედიან და უფრთხილდებიან კურდღლებს, რადგან ფეხიდან არაფერი შემოიტანონ, ფეხსაცმელიდან, ანუ იგივე ან დააცემინოს ადამიანმა იქიდან რამე არ გადაედოს ისეთი უხილავი ბაქტერია და ძალიან ბევრი რამაა მეგობრებო, ძალიან ბევრი რამ კურდღელზე დაკავშირებული, რაც უნდა ვიცოდეთ. ადამიანიდან და ცხოველიდან ერთმანეთთან არის რაღაც ვირუსები დაკავშირებული, რომელიც შეიძლება ერთმანეთში გავიდეს და დაემართოს, როგორც იყო ასევე ღორის გრიპი და ესე შემდეგ. ბევრი რამე შეიძლება იყოს, რომ ჩვენს კურდღელზე იმოქმედოს, რომელიც ჩვენ არ ვიცით. ასევე შევეხებეთ ჩემო ძვირფასებო კურდღელის არ შეჯვარებას, ანუ კურდღელი როცა თქვა 2-3 თვე მამალს ჩაუსვავთ, კორუტუნებს და ანუ არ ხდება შეჯვარება ჩემო ძვირფასებო. ეს იქნა გამომდინარე, რომ ისე და ისევ ან კურდღელი არა მზად, ანუ კურდღელსაც აქვს თავისი ესე რომ თქვა დრო შეჯვარების, თვეში სადღაც 3 დღე აქვს დრო კურდღელს შეჯვარების. ის 3 დღე უნდა გამოიცნოთ, როდისაა ჩაუსვათ, რომ მოხდეს, რა თქმა უნდა, შეჯვარება და განაყოფიერება. ჩვენ როცა გვინდა კურდღელს მაშინ ვერ შევაჯვარებთ ჩემო ძვირფასებო, ვერანაირად. უნდა ვიცოდეთ დრო, რა დროს. თქვათ და ეხლა მე მყავს ბაჭიებიანი დედა, აგერ რომელსაც ვანათებ და მე-17 დღეს შევაჯვარე. ჩვეულებრივად შეჯვარდა. ზოგია რომ მეორე მესამე დღესვეც აჯვარებს, იმიტომ რომ როცა თბება კურდღელი, ეგრეთ წოდებული, მაშინ ხდება შეჯვარების პროცესი და როცა ბაჭიებს ყრის კურდღელი, მაშინაც თბილია იგივე, ანუ მაკეობის ჰორმონები აქვს იგივე და მაგ დროსაც იგივე შეატრიალებენ, მაგრამ ბევრჯერ ვერ შეატრიალებ ჩემო ძვირფასებო, მე კურდღელი იღლება ფაქტიურად ორგანიზმმა დასვენება თუ არ მოასწრო ჩემო ძვირფასებო, ორი პარტია გაგიზადოს, მაგრამ მესამეზე უკვე შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს, კურდღელსაც დასვენება უნდა. და კურდღელის მაკეობა კიდე ვინც არის ეს ჩემო ძვირფასებო, გრძელდება 28-32 დღე. ესეა და ყოველ თვეში რომ დაყაროს ჩვენმა დედა კურდღელმა, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდად დამთავრდება. ყველაზე დიდი 6-7 ჯერ თქვათ შევაჯვაროთ და 6-7 ჯერ მივიღოთ, ასე ვთქვათ, ბაჭიები წლიურად, მაგრამ ყოველ თვე 12 ჯერ წელიწადში ძალიან ცუდად დამთავრდება, რადგან იღლება კურდღელი, გამოიფიტება ჩემო ძვირფასებო და ისეთი ნოყიერი აღარ იქნება მისი შთამომავალი და ისეთი ბევრი აღარ იქნება, როგორცაც ვთქვათ 7-800 რო გვიყრის ბაჭიებს, შეიძლება დაყაროს მე 2-3, იმიტომ რომ გადაიღალა სხეული და გამოიფიტა და იმდენი არ აქვს იმდენი საშუალება, რომ მეტი ბაჭია გაანაყოფიეროს და შეიძლება არც კი განაყოფიერდეს ეგრევე შეტრიალებაზეც, ეგრეთ ბევრჯერ მომხდარა ჩემო ძვირფასებო და ბოლოს შევეხებ კიდე ძალით შეჯვარებას. ძალით შეჯვარება ჩემო ძვირფასებო, ინდუელებს აქვთ ბევრი ატვირთული ეგეთი, რომ აი კუდს ძალით აუწევენ და ასე ვთქვათ, კურდღელი ძალით შეაჯვარებენ. ეს ძალიან არ გამართლებული პრაქტიკაა ჩემო ძვირფასებო, მაგარი ჯობია ისევე ხელოვნური განაყოფიერება გაკეთდეს. უფრო არამტკივნეულია და უფრო პრაქტიკულია ხელოვნური განაყოფიერება ვიდრე ძალით შეჯვარება. მეც მასწავლეს, რა თქმა უნდა, ძალით შეჯვარებას, ანუ ვეთქი ველოდები არ მაკდება და მითხრა რომ კუდი დაუმაგრე თოკით, ან აუწიო ზემოთ კუდი და მოხდეს ისე შეჯვარება. და არ ვიცი, ნახდათ არ გაამართლე ეგეთი რაღაც, დამწყები ვიყავ მაშინ და ეგეც გავაკეთე. მაგრამ მე ბოლოს მივხვდი, რომ ძალიან ცუდად მოვიქეცი, იმიტომ რომ ეგ დედა კუდს არის ძალიან სტრესული და ძალიან ცუდი. რა თქმა უნდა, არც ორსულად არ დაჭდა, ანუ ვერ დამაკდა, ტყუილა ველოდებოდი ისეთი თვე და ეგეთი სიტუაცია სადაც შემხვდება, რა თქმა უნდა, ყველას აუკრძალებ, რომ ძალით შეჯვარება ჩემო ძვირფასებო, არავინ არ გაბედოს.
მაგას ჯობია ხელოვნური განაყოფიერება ისევ და ისევ. ეგ უფრო პრაქტიკულია ფერმერებში, ვიდრე ესე ძალით, ასე ვთქვათ, კურდღლის დაორსულება. შესაძლებელია, რომ 90% არ მოხდეს შეჯვარება და დროწყვილა უნდა დავკარგოთ ჩემო ძვირფასებო და ესევე კურდღელიც უნდა დაიტანჯოს. ეხლა ეკრანი ჩაქვრა, ტელეფონი მიჯდება და ამიტომ შევწყვიტა გადაღებას ჩემო ძვირფასებო და შემდეგში გავაგრძელებთ. მადლობთ ყურადღებისთვის, გამოვიწეროთ არხი და დავალაიქოთ გვერდი. გვერდი არა, არხი ჩემო ძვირფასებო და შემდეგ კიდე ჩავწერთ დიდ მასიურ ვიდეოს. კარგი საღამო გქონდეთ.